Polaris Dawn-ი. ესაა ეკიპაჟიანი მისია, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ისა და ამერიკელი მეწარმის ჯარედ აიზეკმენის თანამშრომლობით ხორციელდება. ფრენა 2024 წლის გაზაფხულზეა ჩანიშნული და მასში მონაწილეობას თავად აიზეკმენის გარდა კიდევ 3 ადამიანი მიიღებს. ისინი ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე რამდენიმე დღეს Crew Dragon-ის კაფსულაში გაატარებენ. ეს პროგრამა Polaris-ის რიგით პირველი მისია იქნება. სულ კი 3 ფრენა იგეგმება. მიზანი მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარება და მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის თანხის შეგროვება. ასევე ღია კოსმოსში გასვლა, რაც მსგავსი კომერციული მისიის განმავლობაში პირველად მოხდება. ამისთვის კი SpaceX-ის სკაფანდრებს გამოიყენებენ. ასევე ვან ალენის რადიაციული სარტყლის გავლით Polaris Dawn-ი ჩაატარებს კვლევას ადამიანის ჯანმრთელობაზე კოსმოსური მოგზაურობისა და რადიაციის გავლენის შესაფასებლად. ეს პროექტი მილიარდერ ჯარედ აიზეკმენის მიერ დაფინანსებული და კოორდინირებული მისია Polaris-ის პროგრამის ნაწილია. ეს რამდენიმე საფეხურიანი პროექტი Starship-ით კომპანიის ისტორიაში პირველ ეკიპაჟიან ფრენას მოიცავს. კოსმოსური ხომალდი კანავერალის კონცხზე არსებული კენედის კოსმოსური ცენტრის გამშვებ კომპლექს 39A-დან ორბიტისკენ გაფრინდება. Polaris-ის პროგრამა ადამიანების კოსმოსური ფრენების განსავითარებლად დაარსდა, რაც SpaceX-ის საბოლოო მიზანს, მარსის კოლონიზაციას ხელს შეუწყობს. მისია Polaris 3 რაკეტა SpaceX Starship-ს გამოიყენებს, რომლის ხელმეორედ გამოყენებაცაა შესაძლებელი. კომპანიის ეს მიგნება კოსმოსური ფრენების დანახარჯს საგრძნობლად ამცირებს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. ნახე ეს ვიდეო სრულად და უყურე ახალ რელიზებს. დაგვიჯერე მხარი.